მოდი ვისაუბროთ პირველში ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს საკითხი უკვე ფაქტობრივად გადაწყვეტილია და როგორ უნდა შეხვდეს ამ სახიფათო მძიმე გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეები? ეს საკითხი არის ჩვენი ქვეყნისთვის, ახლა უახლოესი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ჩვენ დღეს უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსიდან ევროკავშირის წევრობამდე რა ნაბიჯებს უნდა გადიოდეს და ვსაუბრობთ იმაზე, რაც 10 წლის წინ მივიღეთ მანამდე 20 წლის მუშაობიდან გამომდინარე ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც არ არის მხოლოდ უნდათ რომ ხშირად ამის ასე ვთქვათ მისი ფუნქციის დაკნინება მოხდეს. ეს არ არის მხოლოდ მარტო განათლებისთვის ან ჯანდაცვისთვის. არამედ ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი. ახლა შეიძლება დასვა შეკითხვა ადამიანმა, როგორ შეიძლება ვინმესთვის ყოველდღიური ცხოვრებისთვის იყოს მნიშვნელოვანი, როცა ის მაგალითად 5 წელი, 10 წელი ან საერთოდ არ წასულა ევროპაში. არა, მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად არა მხოლოდ ჯანმრთელობის და ჯანდაცვის კუთხით ვიღებთ სიკეთეებს, არამედ უდიდესი რაოდენობის ინვესტიციასთან ერთად უშუალოდ ქართველი საქართველოს მოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხები, რომლებიც იქ შრომობენ და ეს არის 1.5 მილიარდი მხოლოდ წინა წელს. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტიურად დაახლოებით ყოველი მე-6 ოჯახი ამ თანხაზეა დამოკიდებული. ანუ მარტო წამსვლელებს კი არ შეუშლის ხელს, არამედ ვინც აქ ცხოვრობს და არ გასულა ევროკავშირის წევრს რომელიმე სახელმწიფოში, იმ ადამიანებსაც შეეხება პირადად და პერსონალურად. აქ მნიშვნელოვანია ერთი, რომ ეს კრიმინალური ბანდა, რომელიც ახლა არის ხელისუფლებაში, კახა კალაძის მონაწილეობით, ის ლიდერი ვეღარ არის უკვე ქალაქში და საუბრობენ ამაზე და დარწმუნებული ვართ, ვიცით, ერთ-ერთი რიგით წევრად ჩამოაქვეითეს ქართული ოცნების შემადგენლობაში და ალბათ ვერ დაასრულებს ქართული ოცნების პირობებში პოლიტიკურ კარიერას ისე როგორც თვითონ ფიქრობდა და ეს ცხადია და ეს აუცილებლად მოხდება, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება და ამის უკვე როგორც საფრთხეთ წარმოჩენა არის იმის საფუძველი, რომ ქართულ ოცნებას ამაზე მოუწიოს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება სხვა იმ საკითხებთან ერთად, რომელიც მან აიღო. ეს არის მათ შორის როგორც ჩვენი ქვეყნის შიდა პრობლემა, ასევე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩაითვლება ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებად რუსეთისთვის, ვინაიდან რუსეთს ჭირდება იზოლირებული საქართველო. რუსეთს ჭირდება საქართველო და ქართველი ხალხი ისეთი, რომელიც მოწყვეტილია ცივილიზაციას, დემოკრატიზაციას, მოწყვეტილია შესაძლებლობას, არ არის მდიდარი და საქართველო არასდროს აღარ იქნება. ბიძინა ივანიშვილს ამის დიდი მცდელობა აქვს, მაგრამ საქართველო არასდროს აღარ იქნება და ამას უნდა შევთანხმდეთ ჩვენ, რომ საქართველო არასდროს აღარ იქნება რუსეთის ღარიბი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც რუსეთზეა დამოკიდებული. ეს ოცნება აქვს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძეს და ამ ბანდ ფორმირებას, რომელმაც ხელისუფლება მიიტაცა. და ვიზა ლიბერალიზაცია მათ ამაში უშლის ხელს, რომ საქართველო იყოს კიდევ უფრო ღარიბი, კიდევ უფრო ღარიბი მოსახლეობით დასახლებული და კიდევ უფრო ბევრი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა გქონდეს ქართულ ოჯახს. ეს უნდა ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს, რასაც ღრმად ვარ დარწმუნებული, აი როგორც თქვენ გიყურებთ, ისე ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას ვერ შეძლებს. გამორიცხულია, რომ ამ კრიმინალებთან ერთად, რომელიც მან შემოიკრიბა, მან მიაღწიოს მის სანუკვარ ოცნებას, რომ საქართველო გახდეს რუსეთის ღარიბი მეზობელი სახელმწიფო. მინდა ვისაუბროთ მიხეილ ყაველაშვილის მეორე იდენტურ შეთავაზებაზე, ის მიმართავს პოლიტიკოსებს, დაპატიმრებულ ლიდერებს, რომ მიმართონ მას შეწყალების თხოვნით. კიდევ ერთხელ თქვენი ლიდერების პოზიცია რომ განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს აპირებთ თუ არა? ჩვენი ლიდერების პოზიცია ამასთან დაკავშირებით თავიდანვე ცხადი იყო. არავინ შეწყალებას არ ითხოვს იმასთან დაკავშირებით, რაშიც თავს საერთოდ დამნაშავეთაც არ თვლიან. არც ნიკა გვარამი, არც ნიკა მელია, არც ზურაბ ჯაფარიძე და არც სხვა პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამ ეგრეთ წოდებული კომისიის თუ რაღაც ჭორიკნების ბიუროს მიერ გამოვლინდნენ თითქოს დამნაშავეებად, არ თვლიან თავს დამნაშავეებად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ყაველაშვილს უნდა რომ რაიმე სტატუსი ქონდეს და ზურაბ ჯაფარიძის სტატუსი ნახეთ, ხო, ყაველაშვილთან დაკავშირებით, ეხლა აღარ განვავრცობ იმას, თუ რას ვფიქრობთ ყაველაშვილზე როგორც პრეზიდენტზე. შეიძლება ბევრი ვისაუბრო ყაველაშვილზე როგორც ფეხბურთელზე, მათ შორის ყაველაშვილზე როგორც პარლამენტარზე, ერთ-ერთ ყველაზე არ შემდგარ პარლამენტარზე საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ყაველაშვილი როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ამაზე საუბარი უბრალოდ შეუძლებელი.
შეუძლებელია. არ არსებობს ეგეთი ადამიანი, რომ სტატუსის მატარებელი. უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა დაარქვა. თავისუფლად შეეძლო ბიძინა ივანიშვილს დაერქვა მისთვის, რა ვიცი მე, რაღაც მისი ზოოპარკის თუ რაც აქვს, იმის დარაჯი. დარაჯის სტატუსით ივლიდა 1-2 წელი, ხო? ანუ მას მიაწებეს ეს სტატუსი. ყაველაშვილს დღეს დააბრალეს, რომ ის არის საქართველოს პრეზიდენტი. არ არსებობს მოცემულობა. მეცაც გეტყვით, არჩევითობის გზით, ავტორიტარულ რეჟიმში, აი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმშიც კი, პირდაპირ არჩევის გზით გამორიცხულია, რომ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი. არ არსებობს მოცემულობა, არც ერთი სახელმწიფო არ არსებობს დედამიწის ზურგზე, რომ ყაველაშვილი არჩევნების გზით, სამართლიანი არჩევნების გზით იყოს საქართველოს პრეზიდენტი. ამიტომ მისი შეწყალება ტოლი ნახოს ყაველაშვილმა. დაანებოს ამ ხვერწას თავი, რომ ის პრეზიდენტია და მომწერე წერილიო. და ასევე თუ რამე სტატუსი უნდა, მან უნდა გამოარკვიოს თავარი და ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მაგალითად ნიკა მელია. ერთი დღით ადრე რომ გაიტაცეს. გაიტაცეს ადამიანი ერთი დღით ადრე. რა იცოდნენ მეორე დღეს, რა მცოდნოდათ, რა უფლება ჰქონდათ, რომ გაიტაცეს 24 საათით ადრე და შემდეგ უკვე მას გამოუტანეს ის განაჩენი რა განაჩენიც გამოუტანეს. თენგო, დიახ, მინდა ვისაუბროთ ასევე არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს გახდა ცნობილი ანადოლიზის გადაწყვეტილება, ის არაპირებს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალურ არჩევნებში. თქვენ ელოდით თუ არა ამ გადაწყვეტილებას, რას თავაზობთ თქვენ მოქალაქეებს? თქვენ ვიცით რომ არ იღებთ მონაწილეობას, 8 პროდასავლური პარტია გამოდიხართ არჩევნების წინააღმდეგ და ანტიკამპანიას აწყობთ არჩევნების წინააღმდეგ. გითხარით, რა არის თქვენი სამოქმედო გეგმა, რას აპირებთ, რას სთავაზობთ ამ მომრჩევლებს? პირველ რიგში დავიწყებ პირველი ნაწილით. ანადოლიზის განცხადება არის მისასალმებელი, ღირსეული და ღირსეულთან ერთად პოლიტიკურად პრაგმატული და მე უყურე მის ბრიფინგს სანამ შემოვიდოდით თქვენთან, იმიტომ რომ ვიცოდი დაახლოებით დიდი ალბათობით ამ კითხვასაც დასვავდით და მქონოდა ინფორმაცია პრაგმატული ანადოლიძე არის პოლიტიკოსი. ანადოლიძე არის პოლიტიკოსი, იცის რომ რეჟიმთან თანამშრომლობა იმის გარდა რომ ღირსეულია და აუცილებლად ეცნაბიჯი უნდა გადაერგო, პოლიტიკურად პრაგმატულიც არის. ანუ ის პოლიტიკაში ოქტომბრამდე არ არის. მან ისიც თქვა რომ ბოიკოტირების მომხრეც არ არის. გასაგებია, გადავალ მაგ ნაწილზე, ანადოლიძის ეს ნაბიჯი ცხადყობს იმას, რომ ის არის პოლიტიკოსი. მიუხედავად იმისა, შეიძლება ჩვენს პარტიას და ანადოლიძის პარტიას შორის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებები გქონდეს, მაგრამ ის არის პოლიტიკოსი, მათ შორის პრაგმატული პოლიტიკოსი. დიახ. მათ შორის რაციონალურ აზრთან ახლოს მდგომი პოლიტიკოსი და მას აქვს ეს და მან იცის, რომ პოლიტიკა ოქტომბერში არ მთავრდება. გამოგლეჯვა და წაგლეჯვა ოქტომბერში, პოლიტიკა ოქტომბრის მერეც გაგრძელდება საქართველოში, აუცილებლად ივანიშვილის დამარცხებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ვითხოვთ ჩვენ სხვა პოლიტიკური პარტიებისგან. რაც შეეხება რას ვაპირებთ ჩვენ. ჩვენ ნახეთ წარმატებული აქცია არა, ასე ვთქვათ, რუსულ სპეცოპერაციას კრიმინალურ არჩევნებს და ვითხოვთ ნამდვილ არჩევნებს 19 ივლისს. მთელი აგვისტო ეს იმ ტიპის აქცია იყო, თენგო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს რაღაცების დათმობებს. არა, ჩვენი ამოცანა არ იყო მიმართული, რომ იმ 19 ივლისს ბიძინა ივანიშვილი რამეს დათმობდა. არა, ეს პროცესია. და ამ პროცესში ჩვენ ჯერჯერობით მე ეს მაქვს რწმენა ამისა და პოზიციას და არგუმენტაციას ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ჯერჯერობით ჩვენ ქართულ ოცნებას ვასუსტებთ. ჩვენი ამოცანა რა არის? ვინაიდან ქართულ ოცნება არ ატარებს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს და ეს არის რუსული სპეცოპერაცია, ჩვენი ოცნება არის ქართული ოცნება ისე დავასუსტოთ, რომ ის წამოვიდეს იმ ორი მთავარი მოთხოვნის შესრულებაზე, რა ორი მთავარი მოთხოვნაც აქვს საზოგადოებას და ამ ნაბიჯებისკენ მივდივართ იმისკენ, რომ აი მაგალითად მეგობარ აქზე საუბრობდით, ხო? მეგობარ აქთან დაკავშირებით ქართული ოცნების პროპაგანდა თქვენ ახსენეთ, როგორ ცდილობს თითქოს ამბობენ რომ მათთვის მნიშვნელოვანი არ იყო, მაგრამ აღმოჩნდა რომ როგორი მნიშვნელოვანია. პოლიტპატიმრები, მინდა ხაზგასმით თქვა, პოლიტპატიმრები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და დღეს საბას ხვიტარიძის პროცესი იყო,
ხვალ არის ახობაძის პროცესი, ყველა ეს საქმე და მტკიცებულება ცხადყოფს იმას, რომ ქართული ოცნება, ამ ქართულ ოცნებას ეს ადამიანები ძევლად ყავს აყვანილი, იმიტომ რომ პოლიტიკური ანგარიშწორება უნდა და მათ ეს ასუსტებს ქართულ ოცნებას და ასუსტებს ის, რომ ერთმანეთს აი კვირა არ გავა, დარწმუნებული ვარ ამ ქალაქში ცხოვრობ, კვირა არ გავა, რომ არ გაიგოთ რომელიღაცა კრიმინალური ჯგუფი რომ შემოიყვანეს ამ ქალაქში და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს ან მათ ყოფილ თანამდებობის პირებს თავპირს როგორ ულეწავენ. ხო არის ეს სიმართლე, ხო გაგიგიათ ამის შესახებ, რომ არის კრიმინალური ჯგუფი თბილისში შემოსული, რომელიც თავპირს ულეწავს ყოფილ თანამდებობის პირებს ქართული ოცნების. ეს არის სისუსტე და კიდევ უფრო დასუსტება და ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური რუსული ბანდა ჩამოშორდება ამ ქვეყანას. დიდი მადლობა.